მოგესალმებით ტრანსფორმაციის ზონაში მარიკა ხალიანთან ერთად. დღეს მყავს სტუმარი ნათია ახობაძე, რომელიც არის ექიმი, ფსიქოთერაპევტი და ჩემთვისაც და ალბათ მაყურებლისთვისაც ძალიან საინტერესო თემას ჩავშლით, იმიტომ რომ ეხლა ძალიან აქტუალურია ექიმის და პაციენტის ურთიერთობა და ნიშნულოვანი არის კომუნიკაციის როლი ექიმის და პაციენტის ურთიერთობაში. მოგესალმები ნათია, მიხარია რომ ხარ ჩვენი სტუმარი. მოგესალმებით მარიკა, თქვენს მსმენელებსაც მივესალმები და მე ძალიან მიხარია თქვენთან სტუმრობა და ყველაზე მეტად მიხარია, იმიტომ რომ თემის შემოთავაზება თქვენი მხრიდან მოხდა და ეს არის ჩემი ყველაზე საინტერესო თემა, რომელზეც ესე საჯაროდ არ მისაუბრია, ამიტომ ძალიან დიდი მადლობა, რომ რაღაცა ესე თემას შეეხეთ და მოძებნეთ, რომელიც ძალიან საყვარელი და აქტუალურია ჩემთვისაც. მადლობა. როგორ ფიქრობთ, რა არის მთავარი გამოწვევა და საერთოდ რა ხდება დღეს საქართველოში ექიმის და პაციენტის ურთიერთობის ნაწილში? ძალიან ბევრი ექიმთან მქონია ჯერ სწავლის პროცესში შეხება და ეხლაც ძალიან ხშირად მიწევს. 2 წელი ერთ-ერთ კლინიკაში მუშაობდი კიდეც და აი ზუსტად პაციენტის თვალით უყურებ ექიმისა და პაციენტის კომუნიკაციას და ყველაზე მთავარი არ არის ეს ერთი კლინიკის ან 2 კლინიკის პრობლემა. ბევრ კლინიკაში ვარ ნამყოფი, ბევრ ექიმებთან მქონია შეხება, ეს მაღალი სტანდარტის და მაღალი დონის ექიმები და ერთი საკითხი, რომელიც ძალიან მაწუხებს და ძალიან ყველგან ვხვდები თითქმის ეს არის სწორი კომუნიკაცია. სწორი კომუნიკაცია და ემპათია და პაციენტის განხილვა როგორც ობიექტი, რომელიც უნდა შეაკეთო. აი ეს არის ის მთავარი საკითხი, რომელიც ყველაზე მეტად მეხება, როდესაც ამ საკითხებს ვეხები. და რეალობაში კი, როდესაც სომატიკამდე მიდის საქმე და უკვე სხეულს აქვს პრობლემა, აუცილებელია, რა თქმა უნდა, მკურნალობა, მაგრამ ფონურ რეჟიმში გვავიწყდება ის, რომ ამ ფიზიოლოგიის უკან ყოველთვის დგას სომატიკა. და მე როცა ვსწავლობდი დიდი ხნის წინ, ამბობდნენ, რომ 5 დაავადება არსებობს ფსიქოსომატური და დღეს არც დაობენ იმაზე, რომ აბსოლუტურად ყველა დაავადების ალერგიისგან დაწყებული, აბსოლუტურად ყველა დაავადების საფუძველი არის ფსიქოსომატური. და ექიმები ამ ფაქტორებს უგულებელ ყოფენ და შესაკეთებელი ობიექტის ფენომენი ძალიან სამწუხაროა. თუმცა მკურნალობის 80% დამოკიდებული არის ზუსტად იმ ემპათიაზე, იმ კომუნიკაციაზე და იმ სწორ სხეულის ენაზე, თუნდაც პაციენტის სხეულის ენა ამოვიცნოთ, რაც შეიძლება შედგეს პაციენტსა და ექიმს შორის. სწორედ ამიტომ შეიქმნა ცალკე პროგრამა კოუჩინგი ექიმებისთვის. იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის კომუნიკაციის როლი და ვიცით ყველამ, რომ უმეტეს შემთხვევაში შესაძლებელი არის სიტყვა გაცილებით დიდი მკურნალი აღმოჩნდეს, ვიდრე აბები ადამიანისთვის. პირველი რომ დავიწყოთ იმითი, როდესაც იწყება პაციენტის და ექიმის პირველი შეხვედრა და რამხელა გავლენა აქვს ნდობას ამ კომუნიკაციის დროს. მარიკა, კვლევებით პირველი 3 წუთი არის ის დრო, როცა ყალიბდება ნდობა პაციენტსა და ექიმს შორის. პირველი 30 წამითაც კი უკვე იწყება, 30 წამის მერეც კი იწყება. და აი თუ ეს გადამწყვეტი წუთები, როგორ შეხვდა ექიმი პაციენტს, როგორი იყო მისი სხეულის მოძრაობა თუნდაც შეხვედრის დროს, მიუთითა თუ არა სკამზე, სადაც უნდა დაჯდეს. როგორი იყო მისი, თქვათ, არსებობს ხო ესეთი წინგადმოხრილი, რომელიც პაციენტისადმი ინტერესს განასახიერებს და აქ უკვე ყალიბდება ამ ადამიანს, მე შეიძლება ვენდო თუ არ ვენდო. თუ დაფიქსირდა ისეთი პატერნები, სხეულის მოძრაობა, სხეულის პოზა, რომელიც აძლევს პაციენტს სიგნალს, რომ მე ამას არ უნდა ვენდო, რაც არ უნდა იდეალურად იყოს და სწორად დასმული დიაგნოზი, რაც არ უნდა იდეალური და სწორი მკურნალობა იყოს წარმართული, ჩვენი ტვინის, ყველაზე ძველი ტვინის მთავარი ფუნქცია არის, რომ გადარჩეს. და თუ მას მიეწოდა სიგნალი, რომ ეს ადამიანი არ არის სანდო, ყველაფერს გააკეთებს პაციენტის ფსიქიკა იმისათვის, რომ ამ მკურნალობას არ მისდიოს. ან ის რწმენა, რომელიც მკურნალობის პროცესში პარალელურად აუცილებელია, რწმენის გარეშე მიიღოს ის აბები, რასაც ექიმი დაუნიშნავს და შედეგი იქნება არასასურველი.
ამიტომ ეს ნდობა პირველი ჯერ ყალიბდება ნდობა და შემდეგ უკვე მოდის სწორი დიაგნოზი, რა თქმა უნდა, და სწორი მკურნალობის სტრატეგია, მაგრამ ნდობის ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია. ჯერ მარტო ნდობის პროცესში ჩვენ ყველას გაგვიგია პლაცებოს ეფექტი როგორ მოქმედებს ადამიანზე და თუ არის ნდობა, იქ უკვე განკურნების პროცესი შეიძლება კომუნიკაციის პროცესიდანვე დაიწყოს ადამიანის განკურნების პროცესი, მით უმეტეს როცა ჩვენ ვამბობთ და ექიმებიც უკვე ადასტურებენ იმას, რომ ფსიქოსომატურია ძირითადი დაავადებების სპექტრი ადამიანებში და ემოციიდან იწყება ეს ყველაფერი და შესაძლებელი არის თავიდანვე განკურნება დაიწყოს კომუნიკაციით. გარდა ამისა, ნდობა იწყება ალბათ უსაფრთხო გარემოს შექმნით. და პაციენტს ძალიან ჭირდება ეს უსაფრთხო გარემო, იმიტომ რომ წარმოიდგინეთ, როგორი შემოდის პაციენტი ექიმთან. ყველაზე მოწყვლადია ამ დროს ემოციურად პაციენტი, რაღაცნაირად შიში აქვს, დაბნეულობა აქვს, რაღაცნაირად უნდა მოებღაუჭოს რაღაცას და იმედით უნდა რომ მიუდგეს კონკრეტულ სიტუაციას და ამ დროს თუ კომუნიკაციის პირველივე წამებში ეს ნდობის პროცესი არ განეწყო პაციენტი ნდობის პროცესით, წარმოიდგინეთ რომ იმედის ნაწილი ჩახსნილი ხდება და უკვე ადამიანი უიმედოდ განეწყობა საკუთარი თავის და დაავადების მიმართ. თქვენ როგორ ფიქრობთ, როგორი განწყობით შედის პაციენტი ექიმთან? რა თქმა უნდა, თუნდაც ეხა 6 წუთში ერთხელ მეც დავდივარ პროფილაქტიკურ გამოკვლევაზე და მიუხედავად იმისა, რომ პროფილაქტიკური გამოკვლევა არის, შიშის ფაქტორი ყოველთვის არის. ხო და ეს საბოლოოდ მივყავართ ამას რა რისის შიშია, სიკვდილის შიში, ხო ყველაზე დიდი შიში. და პაციენტი შედის ნებისმიერ შემთხვევაში, სიმპტომი აქვს, არა აქვს სიმპტომი, შედის ყოველთვის ამ შიშით. ამიტომ რამდენად შეძლებს ექიმი ამ შიშთან შეხვედრას, ამოიცნოს ეს შიში და შემდეგ შეუქმნას უსაფრთხო გარემო, რომ იქ უკვე თუნდაც პირველი ექიმა ესეც უნდა იცოდეს, რომ როდესაც პაციენტი პირველ წინადადებებს საუბრობს, ეს არის შიში და იქ არ არის სიმართლე. ამიტომ ექიმისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობის მქონე არის, აი ეს შიში ამოიცნოს პაციენტში, მოახდინოს მისი შეიძლება ესე ვთქვათ, გაბათილება, უსაფრთხო გარემო შექმნა, რომ შემდეგ უკვე პაციენტმა მიაწოდოს სწორი ინფორმაცია, რომელიც დიაგნოსტირებაში წამყვანი და გადამწყვეტია და სწორად შეაგროვოს ის ინფორმაცია, რასაც დიაგნოზისთვის აგროვებს. ანუ ანამნეზს იღებს არა მხოლოდ მოყოლილი ინფორმაციიდან, რომელიც გონებიდან მოდის, არამედ ემოციიდან, რომელსაც გრძნობს ადამიანი. ამ ემოციის ამოცნობის პროცესში ეს არის ერთ-ერთი ინდიკატორი კიდევ სწორი ანამნეზის აღების ალბათ, ხო? კი, ამიტომ თუნდაც ერთი ფრაზა, რომ ვიცი, ხარ დაძაბული ხართ, ხო? მოდიხართ ესეთი შიშით, რომ ცნოს პაციენტის ემოცია, გაახმოვანოს. შეიძლება თვითონაც არ იცის, ხო? ყველას ხო არ აქვს ეხა ფსიქოლოგიური განათლება, ვინც ექიმის კარებს აყებს. ამიტომ, როდესაც ექიმა თავად იცის ის ფარული შიშები, ის ქვეცნობიერი პროგრამები, რითაც მოდის ავადმყოფი, მას ერთი წინადადებით შეუძლია, რომ უსაფრთხო გარემო შეუქმნას, თუნდაც მისი ემოციის ამოცნობით და სახელდებით, რომ ვიცით, რომ ძალიან გეშინია, ძალიან დაძაბული ხართ. მეც სწორედ მაგისთვის ვარ, რომ აქ თქვენ მხარი დაგიჭიროთ და ყველანაირად მოყვეთ, რომ მე შიშები გავაბათილოთ. რა ნაწილია ამ ურთიერთობაში ექიმის პასუხისმგებლობა და პაციენტის პასუხისმგებლობა? მოდი ეს რომ გავმიჯნოთ. რა არის ექიმის პასუხისმგებლობა კლიენტის განკურნების პროცესში? ესეც არ შეიძლება, რომ მარტო ექიმები დავადანაშაულოთ და ორივე მხარე არ დავინახოთ, ხო? მოდის პაციენტი თავისი შიშებით, თავისი ტკივილით და ხვდება ექიმი თავისი ცოდნით და პასუხისმგებლობით. მაგრამ ამ პროცესში ეს განკურნება არის ურთიერთთანამშრომლობითი პროცესი, რომელშიც პასუხისმგებლობა აქვს როგორც ექიმს, ასევე პაციენტს. ექიმის პასუხისმგებლობა პირველ რიგში, რა თქმა უნდა, არის კომპეტენტურობა და ცოდნა და კვალიფიკაცია, რაც პირველი და საფუძველი არის. მეორე კიდე არის
და არანაკლებ მნიშვნელოვანი კომპეტენციაზე ვიცოდეთ პაციენტის ფსიქოტიპები და ვიცოდეთ მისი ფსიქოლოგია, ემოციური რეგულაცია, სხეულის ენა, ემპათია, ეს ემოციური ინტელექტი, რასაც ეძახიან, არანაკლებ მნიშვნელოვანი არის, ვიდრე ექიმის ცოდნა და კომპეტენტურობა. ამიტომ თუ თვითონ სიტყვა ურთიერთობასაც თუ განმარტავთ, ურთიერთობა არის დავამყარო პაციენტთან, ადამიანთან ურთიერთობა, შემდეგ უკვე ეს ურთიერთობა განვავრცო, მხარი დაუჭირო და დავასრულო და ამ ყველაფერს აქვს ეტაპები. და ურთიერთობა ეს არ არის მარტო აზრები გავცვალოთ, ეს არის ემოციების გაცვლა, იმისათვის რომ ეს საერთო მიზანი, რომელიც არის პაციენტის განკურნება, ამ მიზანს მივახციოთ. ამიტომ ექიმის პასუხისმგებლობა არ არის მარტო სწორი დიაგნოზის დასმა კარგ შემთხვევაში და სწორი მკურნალობა, ეს არის პაციენტის ემოციურ მდგომარეობის გათვალისწინება და პაციენტის ემოციურ მდგომარეობაზე ზრუნვა. აქვს კიდევ შევეხოთ ახლა პაციენტის პასუხისმგებლობას, ხო? პაციენტის პასუხისმგებლობა არის თანამშრომლობა, ხო? იმიტომ რომ შეიძლება ექიმმა დანიშნოს მკურნალობა და ეს მკურნალობა მაგალითად რაღაცა ან ამოაგდოს, ან ისე გააკეთოს, როგორც თვითონ მიაჩნია, ხო? ამიტომ ეს ურთიერთთანამშრომლობითი პასუხისმგებლობა პაციენტსაც აკისრია. პაციენტის პასუხისმგებლობა არის, როცა ექიმთან მიდის, წინასწარ მოამზადოს, ხო? იმიტომ რომ დროც ექიმებთან არის ძალიან შეზღუდული, რაც კიდე სტრესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განმაპირობებელი ფაქტორია. ამიტომ მოამზადოს კითხვები, თქვა სიმართლე და ითანამშრომლოს პაციენტთან. მე როგორც მომესმინა, ექიმის პასუხისმგებლობა არის კომუნიკაცია კონდეს და ურთიერთობა კონდეს არა დიაგნოზთან, არამედ ადამიანთან. ადამიანს უყურებდეს არა როგორც შესაკეთებელ მექანიზმს და დიაგნოზს, არამედ როგორც პიროვნებას და ადამიანს, რომლისგანაც ძალიან ბევრი ინფორმაცია შეიძლება მიიღოს და პაციენტის პასუხისმგებლობა არის სწორედ ის, რომ შევიდეს ღია კომუნიკაციაში, იყოს გახსნილი, მიაწოდოს ინფორმაცია, აღიქვას ის ინფორმაცია, რასაც მიიღებს ექიმისგან და მერე ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ შეასრულოს ის დანიშნულება, რასაც მიცემული აქვს და სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანი არის ნდობის პროცესი, იმიტომ რომ თუ არ ენდობა, მერე ამის შესრულებაზეც ნაკლებად იღებს ადამიანი პასუხისმგებლობას და შედეგიც ნაკლებად დგება. როგორი ტიპები არიან ფსიქოტიპები კლიენტები? აი, ბევრი კლასიფიკაცია არსებობს, ახლა ყველაზე მარტივ კლასიფიკაციას თუ მოვიყვანთ, გამოყოფენ ესეთი 4 ტიპის ფსიქოტიპს პაციენტის. პირველი ეს არის აი მკაცრი და მომთხოვნი ფსიქოტიპები, რომელიც თვითონ იძლევიან დირექტივებს, რომ აი ესე კი არა, ესე ჯობს, რომ ეს კი არა, ეს მინდა, ხო, ესეთი მაკონტროლებელი ტიპები, თავდაჯერებულები, ცოტა აგრესიული ელემენტებიც, არიან მეგობრული ტიპები, რომელიც ნაკლებ თავდაჯერებულები არიან, ხშირად იცვლიან აზრს, უნდათ რომ აი ყველა სიტყვა, ნუ წყალი მივაყოლო აფს თუ არა, ყველა სიტყვაში უნდა რომ მიცეთ მითითებები. არსებობენ ექსპრესიული ფსიქოტიპები, აი ძალიან გახსნილები, ემოციურები და ასეთი ადამიანისთვის განსაკუთრებით აი ეს ემპათიის უნარი და ემოციის დაჭერა და გამოხატვა ძალიან მნიშვნელოვანი არის. და არსებობენ ესეთი ფსიქოტიპები, ანალიტიკური, რომლებსაც მაგალითად უნდათ რომ ის დანიშნულება, ის სიტყვა, ის წინადადება, რომელსაც ეტყვი, მეცნიერული დასაბუთებაც თან დაურთო ყველა სიტყვას და ყველა. მე ვარ მეოთხე, რომელსაც მჭირდება ამას რომ ინიშნავ, რატომ ინიშნავ, რას გააკეთებს, როგორ მოქმედებს, ეს თუ არ ამიხსენი, ბრმად რაღაც არ შემიძლია გაყოლა. ანუ მეოთხე ტიპი არის ანალიტიკური, კი. ამიტომ როცა ექიმა იცის რომელ ფსიქოტიპს როგორ მიუდგეს, იმიტომ რომ ყველა ხო ინდივიდუალური ვართ, ყველას სხვადასხვანაირად გვინდა მიდგომა და როცა ეს რაღაცეები ექიმებისგან ხშირად მსმენია, რომ ჩვენ სად გვაქვს იმდენი დრო, რომ ეს ყველაფერი გავითვალისწინოთ, მაგრამ კომუნიკაციას სჭირდება ხარისხი და არა დრო.
მე შეიძლება სიტყვა არ ამოვიღო, კლიენტი შემოვიდეს, ხელი ჩამოვართო, ამ ხარზე დავადო ხელი და არც მჭირდება ის გამამხნევებელი სიტყვები, თქვათ, რომელიც დროის წამღებია. ამიტომ ეს არ მოითხოვს დროს, ეს მოითხოვს ცოდნას, ადამიანის როგორც პიროვნების და არა ცუდად ვიტყვი ხორცის ნაჭერის მიღებას. მე მესმის ძალიან კარგად იმ ექიმებისაც, რომლებსაც დღის განმავლობაში ძალიან ბევრ ადამიანთან უწევთ შეხვედრა, სხვადასხვა ტიპის არიან ადამიანები, ყველას თავისებური მიდგომა უნდა და საკმაოდ რთულია ექიმებისთვისაც მათი ასეთი გულისხმიერი დამოკიდებულება მთელი დღის განმავლობაში შეინარჩუნო, როცა შენც ადამიანი ხარ და რაღაცნაირად არ არის ეს მარტივი. და ამის გარდა თითქოს დროის უქონლობა, იმიტომ რომ გარეთ როდესაც დიდი რიგი დგას, ექიმს სჭირდება დროულად მოაგვაროს პაციენტთან ურთიერთობა და ამ დროს პაციენტს კი წესიადად შეიძლება არ ესმოდეს ის, რაც ეუბნება ექიმი, იმიტომ რომ ემოციური დაძაბულობა ქონდეს. პირველი რაც არის, ამ ემოციური დაძაბულობის მოხსნა ჯერ მარტო იმიტომ არის საჭირო, რომ მოსმენა შეძლოს და გაიგოს, რაც ეუბნები. როცა ემოციური დაძაბულობა არის, ექიმის საუბარი პაციენტ შეიძლება საერთოდ არ ესმოდეს. და უმნიშვნელოვანესი არის თავად ექიმისთვის მოსმენის უნარი. მოსმენის უნარი არა მხოლოდ იმის, რას ლაპარაკობს პაციენტი, არამედ იმის უკან ხედავდეს ემოციებსაც, დამოკიდებულებებსაც და როგორც ვიცით უკვე ფსიქოსომატიკა იმდენად მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, ეს თუ ექიმმა არ იცის და გააზრებული თუ არ აქვს ხარისხი მისი კომუნიკაციით იწყება განკურნება, ხო? და კომუნიკაციის ხარისხი თუ არ იქნება მაღალ დონეზე, შესაბამისად განკურნების პროცესსაც ხელი შეეშლება. და ამიტომ მნიშვნელოვანი ნაწილი არის ის, რომ მოსმენა შეძლოს ექიმმა და უსაფრთხო გარემო შეუქმნას, რომ რა ინფორმაციასაც აწვდის, იქიდან იყოს სწორად აღქმული ეს ინფორმაცია. მესმის ექიმებისთვის არ არის მარტივი, იმიტომ რომ სხვადასხვანაირი პაციენტი შემოდის და ზოგჯერ შეიძლება ექიმიც ადამიანია და შეიძლება ისე ნერვები მოეშალოს, რომ ვერ აკონტროლოს თავისი თავი. ნორმა არის ეს, იმიტომ რომ ადამიანი ადამიანთან ურთიერთობს. და მაინტერესებს, აი, სად მთავრდება ექიმობა და სად იწყება ადამიანობა? ეგეც ძალიან მნიშვნელოვანია. კი, მაგრამ გადაგეთანხმები იმაში, რომ ექიმებს ან ესეთი სტრესული გარემო აქვთ, ხო? რაღაცა ყოველ 15 წუთში თუ 10 წუთში უნდა მიიღონ პაციენტები, რიგი ყავთ და ეს თავისთავად ძალიან სტრესულია. თუმცა აღვნიშნე, რომ ექიმისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამოიცნოს პაციენტის ემოცია. გარდა ამისა, აი, დაძაბული ყოველთვის არსებობს გამოსავალი, ხო, ნებისმიერ სიტუაციაში და ჩვენი მოქნილობაც და სიბრძნეც ექიმის ზუსტად მაგაშია, რომ ნებისმიერ პაციენტთან მონახავსთანავე და ნებისმიერი სიტუაციიდან მონახოს ოპტიმალური გამოსავალი. მაგალითად, როდესაც ესეთი სიტუაცია, თქვი, რომ ემოციური დაძაბულობა თუ არსებობს, იქ უკვე დიალოგი არ მიდის. ამ ემოციური დაძაბულობის მოსახდენად არსებობს ერთი ჯადოსნური ფრაზა, რომ ექიმაც აღიაროს თავისი ემოციები, რომ დღეს ძალიან სტრესული, ბევრი პაციენტი მივიღეს, სტრესული დღე მაქვს და თუ რაღაც ისე ვერ გითხარით, ან ვერ გინმარტეთ, მომიტევეთ, წინასწარ აღიაროს ეს თავისი ემოცია და როცა სწორად იწყება ამ ემოციის ამოცნობა, იქ უკვე რაც არ უნდა თქვას და რაც არ უნდა გააკეთოს, ეს ბრაზი და კონფლიქტი უკვე არ არსებობს, ხო? ამიტომ კი დრო ცოტა, მაგრამ თუ ჩვენ ამ დროს სწორად გამოვიყენებთ, შესაძლებელი არის იმაზე ნაკლები დრო წაიღოს, ვიდრე მაშინ, როდესაც ექიმ არ იცის, როგორ აწარმოებოს კომუნიკაცია, ემპათიის უნარი გამოხატოს, ის უფრო მეტი დროის წამრთმევია, ვიდრე სწორად დასმული ფრაზა, სწორი მხედველობითი კონტაქტი, სწორი სიტყვა, როდესაც მაგალითად აი ხშირია, ხო, და თქვათ დანიშნულებას წერს ექიმი, ეხლა გაამარტივა, რომელსაც ალბათ ვერავინ ვერ მოიკითხავს, ეხლა ელექტრონულად ხდება და გამარტივდა ეს სისტემა და პაციენტის სვამს უამრავ კითხვას. და არსებობს ესეთი ურთიერთობებში, ექიმ-კლიენტის ურთიერთობებში ერთი ნაბიჯით წინ და რას ნიშნავს? განუმარტე მანამ სანამ კითხვას დასვამ.
ხო, ამით დროსაც ზოგავ. იმიტომ რომ მისთვის კი გასაგებია, იმიტომ რომ ალბათ მილიონჯერ აქვს გამოწერილი, მაგრამ ამ პაციენტისთვის შეიძლება პირველი დანიშნულება და საერთოდ არ იცის, თქვა დღეში სამჯერო არის, ეს ჭამის შემდეგ მიიღოს თუ არ მოხდა. აი, კლიენტი მივიღოთ როგორც პატარა ბავშვი, რომელსაც უნდა რომ ნაბიჯ განუმარტოთ, რომ აი ერთი ჭიქა კი არა, ნახევარი ჭიქა წყალიც საკმარისია და თუ ამას ჩვენ წინასწარ მივაწოდებთ ამ დანიშნულებას, არც შეკითხვები იქნება და არც დრო დაიხარჯება, არც დაძაბულობა და შედეგიც იქნება ძალიან კარგი. გეთანხმებით, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ თვითონაც იყოს გახსნილი. ხო. ექიმი იმისათვის რომ ადამიანი გაიხსნას, ამითი თავისი გახსნილობით უსაფრთხო გარემოს შექმნასაც უწყობს ხელს და მაინც ყველაზე მთავარი ატრიბუტი მგონია ექიმისთვის იმისათვის რომ მასში ადამიანი დავინახოთ არის ის რომ ყველა ადამიანის არ აქვს მნიშვნელობა საქართველოში ცხოვრობს თუ ზიმბაბვეში. ყველა ადამიანს გვაქვს ერთნაირი საჭიროებები. და ეს საჭიროებები არის სიყვარული, მიმღებლობა, აღიარება და ასე შემდეგ და თუ ექიმს პაციენტის მიმართ აქვს სითბოს, მიმღებლობის და სიყვარულის განცდა, ხშირად ვამბობთ ხოლმე, რომ არ აქვს მნიშვნელობა, იმას კი არ აქვს მნიშვნელობა, რას ამბობ, იმას აქვს მნიშვნელობა, როგორ ამბობ. ამ იგივე ტექსტს თუ სითბოს და სიყვარულის განწყობას აყოლებს ადამიანი, აქ ხვდები, რომ რობოტ ექიმთან კი არ გაქვს კავშირი, რომელიც ანამნეზს ელაპარაკება და არა ადამიანს. არამედ ხვდები, რომ ადამიანი ადამიანთან კომუნიცირებს და ეს იმდენად ათბობს პაციენტის გულს, რომ განწყობა იქმნება, რომ ამ ექიმს მისი განკურნება შეუძლია და სწორედ ეს ნდობის ფაქტორი და პლაცებოს ეფექტი აქ გაცილებით კარგად მუშაობს და ყველაზე დიდი ჯადოსნობა არის ექიმმა შეძლოს სიყვარულის გამოხატვა კომუნიკაციის დროს. კი. სიყვარული ყველას უნდა. კი. ყველას გვინდა სიყვარული. ყველას გვინდა სიყვარული. კი, მარიკა და ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, ხო, მეც ახლა კლიენტებთან მუშაობ და ყოველი სესიის დასასრული არის ენერგიის მოზღვავება, მიუხედავად იმისა, რომ ფსიქოთერაპია იცი როგორ ენერგია წამრთმევი პროცესი არის, მაგრამ აქ მთავარი არის შენი განზრახვა. და შენთვის რას ნიშნავს კლიენტი და ჩვენი კი დამღლელი ექიმობა, მაგრამ ეს ხო მისი გადაწყვეტილება იყო, იქ ხო ჰიპოკრატეს ფიციდება, პასუხისმგებლობა არის და შენ რადგან ამ საქმეს ხელი მოკიდე, ნახე, არ იქნება შენი საქმე ენერგია წამრთმევი, როცა სესიას შეხვედრას ამთავრებ კმაყოფილი კლიენტის განათებული თვალებით. პირიქით აქ უკვე შენ ენერგია გეძლება და არ არსებობს დღეში რამდენი კლიენტი უნდა მიიღო, რომ შენ იქნები დაღლილი, მაგრამ კმაყოფილი. ზუსტად. და რამდენად მნიშვნელოვანი არის ამ დროს პარტნიორობის პროცესი რო იყოს ექიმსა და პაციენტ შორის და რაღაცნაირი დიდი ზღვარი არ იყოს, ზემოდან არ უყურებდეს და რაღაცნაირი დირექტიული მითითებები არ იყოს ექიმის მხრიდან. ესეც კეტავს აღქმის ნაწილს და როცა ჩვენ ერთად ვიწყებთ ერთობლივად ამ თემაზე და საკითხზე მუშაობას, ჩვენ ერთად დიაგნოზზე ვმუშაობთ. ეს მგონია, რომ პარტნიორობის პროცესი ექიმსა და პაციენტ შორის არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი ასევე. კი. ხო, თანასწორი, ხო, იქაც როგორც კლიენტების შემთხვევაში, იქაც არსებობს სხვადასხვა ტიპის ურთიერთობები, ხო, დირექტიული ურთიერთობა, პატერნალისტური, როცა როგორც დირექტიული, როგორც აი ზევიდანაც ახსენე ხა მარიკა, როცა ზევიდან უყურებ კლიენტს, ხო, ადამიანი, რომელსაც რაღაც ჭირს. მეორე პატერნალისტური მიდგომა, როცა დამოკიდებულება გაქვს როგორც მამა და შვილი, ან დედა და შვილი, ხო, გააჩნია ვინ არის ექიმი. მესამე ეს არის თანამშრომლობითი დამოკიდებულება
დამოკიდებულება რას თქვი, რომ ჩვენ ორივე თანასწორი ვართ და დიაგნოზი ერთობლივად და თუნდაც ამ თანასწორობაში ძალიან მნიშვნელოვანი არის ვკითხოთ კლიენტს, გავაცნოთ დიაგნოზი და ვკითხოთ ეთანხმება თუ არა. ალბათ კომპეტენტურად არ ჩაითვლება, როცა ვეკითხებით პაციენტს, რომ შენ თანახმა ხარ თუ არა ამ დიაგნოზში, იმიტომ რომ შეუძლებელია თუ იმ სფეროში ვერ ერკვევა თანახმა თუ არა, მაგრამ არსებობს რაღაც ნაწილი, რომელზეც აი ამ თანასწორუფლებიანობის გამო შეგვიძლია რაღაც ნაწილზე ვკითხო, რამდენად თანახმა ხართ, ხომ არ გირჩევნიათ ეს მაგალითად და დილით კი არა საღამოს დავნიშნოთ, როგორ კომფორტული არის. ამიტომ ყოველთვის შეიძლება რაღაც ნაწილი ისე კითხო, რომ მან იგრძნოს ჩართულობა, პასუხისმგებლობა და თანასწორუფლებიანობა ამ პროცესში. ამიტომ აი ამასაც აი მე შენ როგორც თანამშრომელი, როგორც თანასწორუფლებიანი, ესე გიყურებ, ამასაც ძალიან დიდი როლი აქვს აი განკურნების პროცესში. პიროვნება დაღიქვას და პიროვნული მახასიათებლებიც იქნეს გათვალისწინებული და ამ დროს პაციენტი გრძნობს პატივისცემას. ძალიან მნიშვნელოვანი არის ძირითადი საჭიროებები ადამიანს დაუკმაყოფილდეს ნებისმიერ ურთიერთობაში, ნებისმიერ კომუნიკაციაში და ამ დროს ადამიანი გრძნობს თავს ადამიანად და გრძნობს უსაფრთხო სივრცეში. და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. და მაინც რომ მივუბრუნდეთ ფსიქოსომატიკას, ჩვენ ორივე ფსიქოთერაპევტებიც ვარ, მე კოუჩიც ვარ და ფსიქოსომატიკა არის ძალიან მნიშვნელოვანი, როდესაც ვსაუბრობთ დაავადებებზე. ხშირად ხდება ის, რომ მე თავად ვიწვევ ჩემს დაავადებას, მე ვირჩევ, ჩემი არჩევანია, როგორი იქნება ჩემი ცხოვრება და ჩემი არჩევანი შეიძლება იყოს ის, რომ მე რაღაცის გამოვავირჩიე ეს დაავადება და არჩევანი არის იმიტომ, რომ სარგებელი აქვს ამას, არაცნობიერი სარგებელი აქვს. ცნობიერად ვიცი, რომ მინდა ჯანმრთელობა კარგად ყოფნა და ყველას უნდა კარგად ყოფნა, მაგრამ არაცნობიერს გაცილებით დიდი ძალა აქვს, ვიდრე ჩვენს ცნობიერს. ცნობიერად რაც გვინდა, იმას აქვს 5% ძალა. ეს რომ ასე არ იყოს, მაშინ ყველა ადამიანს ექნებოდა შედეგად ის, რაც გვინდა. მაგრამ ცალსახად ვხედავთ, რომ უმეტესობა ადამიანების ვერ ვაღწევთ იმას, რაც გვინდა და ხვდებით, რომ აქ არის არაცნობიერი სარგებლები ჩართული, არაცნობიერს აქვს რაღაცნაირი დაფარული სარგებელი და ამიტომ ირჩევს ჩვენი ფსიქიკა, ირჩევს დაავადებას და სწორედ ეს არის ფსიქოსომატიკა, რის შედეგადაც მე სხეულზეც მოქმედებს ეს ყველაფერი და სხეული გაცილებით მეც ამბობს, ვიდრე სიტყვები. ჩვენი სხეული უფრო ძველია ვიდრე ჩვენი აზროვნების სისტემა, ხო? ამიტომ ჩვენ ვიცოდეთ სხეულის მოსმენა და შეგვეძლოს ამ სხეულიდან ადრეულ ეტაპზე იმ იმპულსების ამოცნობა, რომელსაც სხეული ყოველთვის გვაწვდის, შეიძლება არც მისულიყო ექიმამდე საქმე და მკურნალობამდე, რომ თუ ვიცით ამ ყველაფრის ეს სხეულის ჰიგიენა, რასაც ქვია, სხეულთან კონტაქტი, მისი იმპულსების დაჭერა და ამ იმპულსებს მივანიჭოთ მნიშვნელოვნება. და აი მარიკა ახსენე, რომ რამხელა მნიშვნელობა აქვს ფსიქოსომატიკას და ეს მეორადი სარგებელი, ყოველთვის მეორადი სარგებელია და თუ ფორმატი გვაძლევს, ჩემი ისტორია მოვყვე ამ მეორად სარგებელთან, იმიტომ რომ უფრო ნათელი იქნება მსმენელისთვის. რამოდენიმე 3 წლის წინ მეც ერთ-ერთი ესეთი პროფილაქტიკური გამოკვლევის დროს რაღაც მოვიდა ესეთი პასუხი, რომელიც არ იყო სასურველი და ძალიან დიდი პროტექციით მივედით ძალიან ცნობილ ესეთ ექიმთან. და აი აქ ახლა პარალელი მინდა გავავლო, ხო, მე რომელიც 6 თვეში ერთხელ ვიტარებ, ვიცი ამის მნიშვნელობა, ყველაფერი მაქვს მოწესრიგებული და ამ ექიმ არ გაითვალისწინა ჩემი ფსიქოტიპი და მეუბნება ისეთ დიაგნოზს, რომელმაც ჩემში გამოიწვია შოკი, მეორე დღესვე დავიწყე თურქეთში კლინიკების ძებნა და წავედი თურქეთში, ჩავიტარე ის მკურნალობა, რომელიც აქ შემეძლო ძალიან მარტივად, ნაკლები სტრესის ფონზე გამეკეთებინა.
წინა. და პირველი რა იყო? რომ ექიმმა არ გაითვალისწინა და როცა ჩამოვედი უკვე და მოვიკითხე რომ აი რატომ მოხდა ესეთი რაღაცა, როცა შეიძლებოდა არ შეგეშინებინე, რეალურად გეთქვა და აქვე მივხედავდი ყველაფერს ესეთი რაღაც მითხრა, რომ იცი რა, პაციენტი თუ არ შეეშინე, კვლევებს არ იტარებს, ხო? აქ არ გაითვალისწინა ექიმმა პაციენტის ფსიქოტიპი, ხო? მე როგორი ფსიქოტიპი და ჩემთვის საკმარისია რომ მითხრა რომ აი ეს არის აუცილებელი, ხო? და ამან გამოიწვია თუნდაც დიდი ფინანსური დანახარჯები, დიდი სტრესი, დროის დაკარგვა და ბევრი ადამიანის ჩართულობა ამ პროცესში. ეხლა მეორე, როდესაც ეს პროცესი დასრულდა, მე როგორც ფსიქოთერაპევტმა დავჯექი და ალბათ 48 ფურცლიანი რვეულის ნახევარი გავავსე, რომ რა მეორადი სარგებელი მქონდა ამ ყველაფრის უკან. და როდესაც ესენი ჩამოწერე და უკვე ამაზე ვიმუშავე, სადღაც გადის 2-3 თვე და იგივე ანალიზი რომელიც ისეთი არც ისე სასიამოვნო პასუხი იყო, ეს ანალიზი იცვლება. და ეს არის ზუსტად ნათელი დასტური იმისა, რა მეორადი სარგებლების გაცნობიერებას რა მხოლოდ მნიშვნელობა აქვს დაავადებაში, არა მარტო გაცნობიერებას, შემდეგ დაკმაყოფილებას იმ საჭიროების, რატომაც გჭირდება ეს მეორადი სარგებელი და უკვე შემდეგ ეს ყველაფერი თავისით ლაგდება. ამიტომ ფსიქოსომატიკას და ფსიქიკას აქვს წამყვანი და გადამწყვეტი მნიშვნელობა ადამიანის ფიზიკურ ჯანმრთელობაში. ნამდვილად გეთანხმები და შენ შეეხე ისეთ თემასაც, რომ ფსიქოტიპი არ გაითვალისწინა და სხვანაირად მომიდგაო და როგორ უნდა მიუდგნენ ადამიანები, ექიმები, იპოქონდრია ვიცით რომ არის ისეთი დაავადებას არ დავარქმევდი დამოკიდებულება, როდესაც ადამიანს ეშინია დაავადებების გონის და ყველაფერს იკვლევს, რომ ეს ხო არ მჭირს, ეს ხო არ მჭირს და რამე თუ სადმე გაიგო იპოქონდრიკმა რამე ახალი დაავადების შესახებ ან მის გარშემომყოფებში დაავადების შესახებ იწყებს უჩნდება შიში, რომ მეც ხომ არ მაქვს ეს და იწყებს გამოკვლევებს ყველაფერთან მიმართებაში. ასეთი ტიპის ადამიანებთან როგორი დამოკიდებულება უნდა კონდეს ექიმებს? ხო, ასეთი ტიპის ადამიანი აუცილებლად უნდა გაუშვას ფსიქოთერაპევტთან ან ფსიქოლოგთან, იმიტომ რომ მასთან ვერაფერს ვერ გახდება. და აი იქაც არის მეორადი სარგებელი, უამრავი ფსიქიკური პროცესები, ამიტომ თუ ეს არ მოწესრიგდა, ამიტომ აქ ექიმის პასუხისმგებლობა რა არის? რომ გადაამისამართოს, როგორც აი მაგალითად ენდოკრინოლოგთან მიდის ჭარბიწონის ადამიანი, იქ თუ პარალელურად არ ხდება ფსიქოთერაპია, დროებითი ალბათ ის დიეტები, რასაც ენდოკრინოლოგი დაუნიშნავს. ამიტომ ექიმმა უნდა ამოიცნოს, რასთან აქვს საქმე, ჩემგან განსხვავებით, ხო, მაგალითად, ჩემთან შეიძლება განსხვავებია, რომ მე ყველა სისტემაზე არ მქონდა გაკეთებული გამოკვლევები, მქონდა ის სისტემაზე, რომელიც ქალისთვის რეპროდუქციული მიზნისთვის იყო აუცილებელი. ხო, აქ შეიძლება აი დიფერენციალური დიაგნოზი გავავლოთ, რომ ეს იპოქონდრია კი არ არის, ეს არის ადამიანი, რომელსაც აქვს კულტურაში, რომ 6 თვეში ერთხელ გაიკეთოს ის გამოკვლევები, რომელიც აუცილებელი არის და პროტოკოლით არის მიღებული. ხო, იპოქონდრიას როცა ამოიცნობს, აი ზუსტად ეგ არის, რომ აუცილებლად. კი. როგორ უნდა უთხრას ექიმმა პაციენტს ყველაზე რთული დიაგნოზი? აი მარიკა, აი მაგ არა მაქვს ერთმნიშვნელოვანი პასუხი, იმიტომ რომ ჩემთან მე მომართავენ საკითხით, რომ ოჯახის წევრები, რომ აი რას გვერჩევთ ვუთხრათ? და აი მაგაც მithქვამს რომ არ უთხრათ და მithქვამს რომ უთხარით და გამithვალისწინებელია მთელი ისტორია, ოჯახის წევრების დამოკიდებულება, პირობები, პაციენტის ფსიქოტიპი. ამიტომ აქაც მიხედავთ იმისა, რომ მიღებული ესე არის მედიცინაში, რომ უნდა უთხრათ, ხო, იქნებ რისი მოსწრება უნდა, მაგრამ ყოლი ესეთი შემთხვევები, როცა გვითქვამს და დიაგნოზს ადრე მოუკლავს ვიდრე დაავადებას და მქონია ესეთი შემთხვევები, რომელმაც დღემდე არ იცის რა ჭირს და არის ენერგიული და ერთი დღე არ ყოფილა მის ცხოვრებაში ისე გატარებული თითქოს რაღაც ჭირს. ამიტომ აქ ჩემი პასუხი იქნება ალბათ ორნიშნულოვანი, რომ გააჩნია სიტუაციას და გააჩნია ადამიანს. გეთანხმები ოღონდ მგონია, რომ მხოლოდ იმაზე არ არის დამოკიდებული, რის იქნებ რისი მოსწრება უნდა.
სხვადასხვა ადამიანებში სხვადასხვანაირი აქმები არის დაავადების მიმართ. ზოგ შემთხვევაში თუ ადამიანს ეუბნები, რომ დაავადება აქვს, ბრძოლის მექანიზმი სხვანაირად ირთვება. და ის იწყებს საკუთარი თავის განკურნებას. ზოგ შემთხვევაში გეთანხმები, ყველა შეიძლება არ უნდა უთხრათ, იმიტომ რომ ზოგ შემთხვევაში მარტივად ხდება დანებება და პირიქით არჩევანს აკეთებს, რომ ნებდება. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რთული დაავადების დროს ადამიანი თვითონ როგორ დამოკიდებულებაში არის თავის დაავადებასთან, თავის თავთან. რა არჩევანს აკეთებს ცნობიერად და არაცნობიერ სარგებლებს რამდენად ეძებს და როგორ იწყებს აქ ფსიქოთერაპიულად ძიება ძალიან მნიშვნელოვანი ხაზი შეიძლება იყოს განკურნებისკენ, როცა ადამიანი ხედავს ცხადად აღმოაჩენს რა სარგებლები შეიძლება კონდეს მის დაავადებას და რატომ ირჩევს ამ დაავადებას ადამიანი. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია განკურნებასთან ერთად ფსიქოთერაპიულ პროცესში ჩახედვა, თუ ამის რესურსი აქვს ცნობიერებაც ხო? ცნობიერების რესურსზე მაქვს ლაპარაკი. ყოველთვის ვერ ხვდება ადამიანი, რას ვეუბნებით. მე მქონია ადამიანთან ურთიერთობა, როცა ვეუბნები, რომ შენ რაღაცა სარგებელი გაქვს და ვუხსნი ამას, მაგრამ ყველა შეიძლება ამას ვერ იგებდეს. რესურსში ამას გულისხმობ. და როგორ ფიქრობ, წარსული ტრამვები რამდენად მოქმედებს ადამიანის ფიზიკურ ჯანმრთელობაზე? ჩვენი ყველა ბავშვობიდან მოვდივართ და ყველას რაღაცა თითქმის ერთნაირი გზა გვაქვს გასავლელი და დაავადებაც ხო ეს არის თუ ამ ტრამვების კუთხით შევხედავთ, ეს არის დაუმთავრებელი ისტორიები. ისტორიები, რომელიც ვერ დავასრულეთ და ისტორიები, რომელშიც არ მეყო რაღაც რესურსი და ამ რესურსის მოძიებით შემდეგ ეს ისტორია ზრდასრულობის ასაკში არ დავასრულე. ამიტომ პირდაპირ შეიძლება ის მეორადი სარგებელი ზუსტად ამ ბავშვურ ტრამვებშიც დიდი ალბათობით ინახებოდეს და იმალებოდეს. და ეს პირდაპირ კავშირში არის ჩვენს ფსიქოსომატიკასთან. ამიტომაც ფსიქოთერაპია, ფსიქოლოგთან მუშაობა ზუსტად მაქედან ვიწყებთ, ხო? რა ტრამვები გვაქვს, როგორ დავასრულოთ, იმიტომ რომ ყოველთვის ვამბობთ, რომ ჩემთან როცა მოდის კლიენტი და მეკითხება, რომ თუ ხდება ტრამვის განკურნება, ვეუბნები, რომ შეუძლებელია, ხო, ის ხო ტვინის უჯრედში უკვე ჩაწერილია, შეუძლებელია ამ ყველაფრის დავიწყება, მაგრამ შეგვიძლია ჩვენ ეს ისტორიები, როგორც დასრულდა, ეს ხო ბავშვობაში მოხდა, როცა ჩვენ ვიყავით ბავშვის პოზიციაში, მაგრამ ეხლა როდესაც ვართ დასრულები, ჩვენ ყოველთვის შეგვიძლია ეს ისტორია დავასრულოთ ისე, როგორც ჩვენ გვინდა. ამიტომ ამ ისტორიების დასრულებას სწორად ფსიქიკისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენ განკურნების პროცესშიც. გეთანხმებით, რა თქმა უნდა, და სხეული გაცილებით მეც საუბრობს, ვიდრე ჩვენი სიტყვები. ხშირად გონება ცდილობს რაღაცების დამალვას. გონება ცდილობს რაღაცების არ შემჩნევას, რაღაცების არ თქმას, მაგრამ სხეული მაინც ყველაფერს ლაპარაკობს და ძალიან ბევრი თუ შევიკავეთ, ძალიან ბევრი თუ დავფარეთ, მე სხეული კივილს იწყებს სწორედ აი ამ დაავადებების სახით არის სიმპტომი, რომელიც კივის სწორედ იმ შეკავებების გამო, რამაც მე სხეულზე იქონია გავლენა. და მაინც რომ დავუბრუნდეთ ექიმის და პაციენტის ურთიერთობას. ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი არის ასაკოვან ხალხთან ექიმების ურთიერთობა. ასაკოვანი ხალხი მაინც როგორც პატარა ბავშვები ისეთები ხდებიან და ძალიან მოწყვლადი ჯგუფია, რომელიც ექიმს უყურებს როგორც ღმერთს. იმ დროს მათთვის ექიმთან ურთიერთობა არის როგორც რა ვიცი, გადამრჩენელთან ურთიერთობა და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთან კომუნიკაციის სწორი ფორმა.
კი. აი ვახსენე დასაწყისში რომ 2 წლის განმავლობაში ერთ-ერთ ძალიან ცნობილ კლინიკაში მუშაობდი და განსაკუთრებით ესეთი ჩემი სენსიტიური თემა არის ეს, როდესაც ასაკიანი ადამიანები მოდიოდნენ და დაბნეული დადიოდნენ და ყოველთვის ესეთი ის მქონდა რომ თითქოს წარმოვიდგენდი რომ ჩემი ბებია რო ყოფილიყო ესე მოსული ან ჩემი ბაბუა რას გავაკეთებდი და ზუსტად იგივეს ვაკეთებდი და როდესაც ხელმეორედ მოდიოდნენ ყოველთვის მეძებდნენ რომ აი ეს გოგო სად არის წინაზე რომ წაგვიყვანა და აი ოთახამდეც მიმიცილებია თქვათ სხვა ექიმთან ყოფილა და სხვასთან გადამიმისამართებია იმიტომ რომ ეს კი არა როცა მიკითხავს სიმპტომები ამიტომ მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის მივცეთ დრო რომ ილაპარაკონ ხო კი ექიმა იცის ორ სიმპტომს ეტყვი და პროფესიონალმა უკვე იცის ხო რა დაავადება რა მკურნალობა უნდა დაუნიშნოს მაგრამ მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის ასაუბრო. ამიტომ როდესაც ეს რამდენი შეიძლება ყავდეს დღეში ხო აი ლიმიტირებულია ხო ექიმის დროც ხო აი რამდენი შეიძლება ესეთი ყავდეს და აი როგორც საკუთარ ბებოს საკუთარ ბაბოს თუ ასე მიიღებ აუცილებლად და ემპათიის უნარი გაქვს რა თქმა უნდა მათთვის ამაზე მეტი ბედნიერება არ არსებობს. ხო, აქ განსაკუთრებით საჭიროა სითბოს და სიყვარულის ჩართვა. მე მესმის იმ ექიმებისაც, რომლებსაც შეიძლება ამისი დრო და ნერვები არ ქონდეთ და რეალურად საქმეც სხვა რამეს მოითხოვს, მაგრამ სწორედ აქ არის ადამიანური მომენტების ჩართვა და სიყვარულის მომენტის ჩართვა. და კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ კოუჩინგი ექიმებისთვის კურსი სწორედ ამიტომ გვაქვს, რომ დეტალურად განვიხილავთ აქ კომუნიკაციის დეტალურ ნაწილებს ექიმსა და პაციენტ შორის როგორ შეიძლება მოხდეს კომუნიკაცია და მინდა გითხრათ რომ გაცილებით გაუმარტივდებათ ექიმებს პაციენტებთან ურთიერთობა და გაცილებით გაუმარტივდებათ არა იმიტომ რომ სწორ დროს დაახარჯავენ აქ სწორად არამედ თვითონად გაცილებით ბედნიერები შეიძლება იყვნენ იმ კომუნიკაციით ეს არ მოხდეს მათი ნერვების ხარჯზე ეს არ მოხდეს მათი ძალდატანების ხარჯზე არამედ სიამოვნებით ჩაატარებენ ახალ ექსპერიმენტებს პაციენტებთან ურთიერთობაში და გაცილებით სხვა შედეგებს მიიღებენ რეალურად და კარგი იქნება თუ ექიმებს და პედაგოგებს ექნებათ ამის საშუალება რომ კოუჩინგი ისწავლონ როცა ადამიანებთან უწევთ მნიშვნელოვანი სიღრმისეული კომუნიკაცია. კი, მარიკა, ეს ეხა თქვენ ვიცი რომ კოუჩინგი იყო, მაგრამ აი ექიმები კოუჩინგისთვის ეხა პირველად მესმის და ეს არის არ ვიცი, ალბათ აი საკაცობრიო საქმეა რა ეს მიმართულება, იმიტომ რომ ჩვენ ქვეყანაში განსაკუთრებით აი ადგილს ყველა კლინიკა სავსეა, ამიტომ ეს არის სფერო, რომელიც ყველაზე მეტად საჭიროებს ყურადღებას და აი თურქეთში რო ვიყავი, ესეთი ფრაზა ძალიან მომხვდა გულზე, რომ რა გჭირთ ამ საქართველოში, გაივსო ქართველებით კლინიკაო. ხო. ამ დროს აქ ძალიან კარგი სპეციალისტი. ძალიან ბევრი. მე ძალიან ვინანე, რომ თურქეთში წავედი, იმიტომ რომ აი ზუსტად ვიცოდი, რომ იმაზე ხარისხიან მომსახურეობას აქ მივიღებდი, უბრალოდ ეს იყო აფექტის მდგომარეობა, რის გამოც გადავწყვიტე ესე სპონტანურად წასვლა, თორე რა თქმა უნდა. და ნახე ამ ჩვენს კვალიფიკაციას, აი ზუსტად ის რომ მივამატოთ, რაზეც ახლა საუბრობ, ხო ექიმების კოუჩინგი ალბათ ყველაზე განვითარებადი. ესეც ხო განვითარება, თუნდაც ეკონომიკური. ყველაზე მადლიერი კმაყოფილი პაციენტები. ყველაზე ბედნიერი ხალხი იქნებიან ალბათ თუ ექიმი პარალელურად და თან ყველაზე მნიშვნელოვანი როცა ახმოვანებდი, ჩემში დიალოგი მიდიოდა პარალელურად, რომ როდესაც შენ აი ეს იცი, შენთვის საქმე უკვე როგორც ჩემთვის ფსიქოთერაპია საქმე არ არის. დამღლელი აღარ ხდება. შენ აი უკვირთ რომ კვირასაც მუშაობ, იმიტომ რომ ჩემთვის ეს სამსახური ეს არის სიამოვნება. და
ყველაზე დიდი ბედნიერება არის ზუსტად, როცა, იმიტომ რომ უმეტეს დრო სამსახურში ვატარებ და როცა შენ ეს უმეტესი დრო არის შენთვის სიამოვნება, ჩათვალე რომ არც მუშაობ, არც იღლები და ხარ სხვანაირად დაღლილი, კმაყოფილად დაღლილი ხარ. ამიტომ ეს არის აი ნამდვილად ბედნიერი ვარ, რომ ეს მოვისმინე დღეს, რომ ესეთი რაღაცა არსებობს და ამის საშუალება ქართველ ექიმებს ექნებათ. კი. და ეს არის საშუალება, როცა მუშაობის დროს ადამიანი კი არ იცლება ენერგიისგან, ივსება ენერგიისგან, იმიტომ რომ სწორი ენერგიის გაცვლა ხდება ამ დროს. გასცემ ენერგიას და იქიდანაც იღებ ენერგიას და ნაკლები დაღლილობის ხარისხი იქნება ექიმებისთვის. ამაში ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული. ძალიან დიდი მადლობა ნათია სტუმრობისთვის. მადლობა რომ გვისმენთ და გთხოვთ მოგწეროთ მესიჯებში რა თემებზე გინდათ რომ ვისაუბროთ შემდეგ შეხვედრებში.